ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდება მოითხოვა. დღეს სასამართლო ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირის საქმეს განიხილავს. შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით შეუწყნარებლობის მოტივით წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სწავლობდნენ. ხაზგასვით მინდა აღვნიშნო, რომ ქცეულების კუთხით ძალიან უჭირს საქმეს. გარდა ერთი ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ყოფი პირის ბრალეულობას. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ყოფი იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება იდეოლოგიასთან კავშირს, იგი უარყოფს ყოველგვარ იდეოლოგიასთან კავშირს. და ზოგადად მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რა ეს ბავშვები, ვინც პასუხისმგებაში არიან მიცემული, რეალურად ამ იდეოლოგიის მსხვერპლები არიან. მოცემულ საქმეში მოპოვებული არის გამოძიების მიერ, როგორც მოწვეთა გამოკითხვის საქმეები, ასევე ვიდეო ჩანაწერები არის საქმეზე გამოთხოვილი, დამაგრებული სათანადო წესით, არსებობს სხვადასხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათ დეტალურ შინაარსში ამ ეტაპზე თავად არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებისა და გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ვერ შევა. საქმეში მოიპოვება სწორედ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია კონკრეტული პირისათვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარსადგენად.